ზუგდიდში კულტურის სახლ ოდიშის საკონცერტო დარბაზში ფონდ ერთსოლოვნებისა და წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევითა და ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მხარდამჭერით საშობაო საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად სოციალურად მძიმე პირობებში მცხოვრებ ოჯახებს მოხმარდება. ორგანიზატორების განცხადებით ფონდის დაფინანსების საქმეში საზოგადოების, ადგილობრივი ბიზნეს სექტორის, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ. სახელმოქმედო ღონისძიება ერთსოლოვნება უკვე ტრადიციად იქცა ჩვენს ქალაქში და ტრადიციულად ტარდება ეს ღონისძიება და ძალიან სასიხარულო რომ მთელი ზუგდიდის საზოგადოების სხვადასხვა სექტორი ამ დღეს ერთიანდება. ეს არის სასულიერო, ეს არის ადგილობრივი ხელისუფლება, ეს არის ბიზნესი და არასამთავრობო სექტორი ერთიანდება დღეს და ყველა ერთად ზრუნავთ ადამიანებზე, იმ ადამიანებზე, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდება ზრუნველობა ჩვენგან. ეს არ არის დღეს ფონდის გარშემო გაერთიანება, დღეს ჩვენ ყველანი ვერთიანდებით ერთი იდეის გარშემო, სიკეთის კეთების გარშემო. საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა ცნობილმა მომღერლებმა მიიღეს, მათ შორის მარიამ ლიკლიგაძემ, თათია ყურაშვილმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა. საქველმოქმედო ფონდში აცხადებენ, რომ მსგავსი შინაარსის კონცერტები მომავალშიც უფრო ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს.